სტუმრად მოქცევის ეტიკეტი. ეხლა პირველ რიგში ჩემო ვიფასებო, ზოგადად ქრისტიანობა ასწავლის სტუმარ მოყვარეობას. ქართველებისთვის ეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტრადიციაა ჩვენთან, მასპინძლობაც და სტუმრობაც. ორივე ჩვენთვის არის ძალიან დიდი საპატიო საქმე და ესეთი გამოთქმაც არსებობს, რომ სტუმარი ღვთისაო. ანუ ღმერთს უყვარს ადამიანი, ვისაც უყვარს სტუმარი. ამიტომაც ეს ჩვენთვის ძალიან, ასე ვთქვათ, ხო, ეხლა როგორ ხდება მოპატიჟება? აი სიტყვაზე, ესე იგი, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, აი ილიას უნდა მოიპატიჟოს ნონა მასწავლებელი. ნახეთ როგორ ხდება, თავაზიანობა მოითხოვს სტუმარს მოპატიჟება შეატყობინოთ წინასწარ. იმ დღეს კი არ უნდა შეატყობინო, უკანასკნელ დღეს ნუ მოიწვევთ. იფიქრებს, რომ იგი ბოლოს გაგახსენდათ, ანდა პატიჟებთ ვიღაცის ნაცვლად. ანუ ვიღაცა არ მოდის და იმის ნაცვლად შეიძლება ეწყინოს კიდეც ადამიანს და ნაწყენი დარჩეს. მოპატიჟება ხდება 2-3 დღით ადრე. აუცილებელია დაუკონკრეტოთ ზუსტი დრო. აი მაგალითად, როცა სახლში იწვევ, ეუბნები, რომ ჩემი დაბადების დღეა, ან ჩემი შვილის დაბადების დღე და ამა და ამ დღეს მობრძანდით 6 საათზე ეუბნები. ეხლა აქ რას გვასწავლიან, რომ ადრე მისვლაც არ ყოფილა სწორი. იმიტომ რომ შეიძლება ნახე, იქ სამზადისი აქვს ჯერ, იქ რაღაცა საჭმელებს ამზადებენ, შეიძლება მზად არ არიან და შენ რომ მიდიხარ, ის მასპინძელი იწყებს სტუმარზე გადმორთვას და ხელი შეიძლება შეეშალოს ამ მხრივ. ხო, დაგვიანებაცო, აი გვასწავლის ეთიკა გვასწავლის, რომ დაგვიანებაც არასწორია. იქნება რაღაცა ისე ეშლება ხელი შენ რო აგვიანებ და შეიძლება მოკლედ არ არისო რა ეს სწორედ და მიღებული და სხვათა შორის უპატივცემულობაც კი არისო, როცა აგვიანებო. ესე იგი, ზუსტი დრო დანიშნულ დროზე მისვლა ყველაზე კარგი ყოფილა. წერილებით მიპატიჟებას, წერილობით, აი რომ ჩვენ დროს იყო ხოლმე, რომ წერილს გაუგზავნით. ეხლა კი ვიცით, რომ მესიჯებით შეტყობინებებითაც არის. აუცილებლად უნდა ვუპასუხოთო და ვუპასუხოთ გარკვევით. აი მოგვიწვია ვიღაცამ, ხო, პოლიციებაზე მობრძანდით რაღაცა. ჩვენ უნდა გარკვევით უხერხულობაში რო არ ჩავაყენოთ მასპინძელი, უნდა გარკვევით მივწეროთ, რომ აუცილებლად მოვა ესე მიწერაო, აი მადლობელი ვარ დაპატიჟებისთვის, შეიძლება მოვიდე. ეს უტახტო საქციელიაო. ესე იგი, არ არის არასწორი საქციელი. თუ კი რაიმე მიზეზის გამო არ შეგიძლია დანიშნულ დროს სტუმრად მისვლა, ანუ გაგვიანდება, ხო? უმჯობესია წინასწარ მოიხადოთ ბოდიში. ან რო ვერ მიდიხარ, მიწერო, აი მე ვერანაირად ვერ ვახერხებ, დიდი ბოდიში თეთრი. და საერთოდ არ წახვიდეთო, ეს ჯობია, რათა ხელი არ შეუშალოთ, არ დააღვიოთ ნადიმის საზეიმო მიმდინარეობა. თუმცა მეორე მხრივ, თუ შეპირდით, მიუსვლელობაც არ ვარგა. რჩება ერთი, ისე მოაწყოთ საქმე, რომ წვეულებაზე დანიშნულ დროს გამოცხადეთ. ეს არის ყველაზე სწორი და კარგი. როცა სამსახურში, მეგობართან პაემანზე თუ სტუმრად დანიშნულ დროზე მივალთ, ეს ადასტურებს თქვენს წესიერ აღზრდას, პუნქტუალურობას და პატივისცემას მისადმი, ვინც თქვენ გელოდებათ, ანდა ვისაც პაემანი დაუნიშნებ. ანუ ეს არის ერთგვარი პატივისცემაო. დანიშნულ დროზე ადრე მისვლა უხერხულია, როგორც გითხარით. ყველაფერს ჯობია სიზუსტე. როცა ყველა, ვინც მოსასვლელია მოვიდა და როცა მასპინძელის დრო დადგება, გამასპინძლების, დიასახლისი მას სასადილო ოთახში შეიპატიჟებს. მასპინძელი სუბუქი თავის დაყვრით ხელს ამოსდებს იმ მანდილოსანს, რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვა უნდა და პირველი წყვილი საზეიმოდ გაშლის უფლისკენ მიდის.
მოკლედ დიდი პატივისცემაო, როდესაც დანიშნულ დროზე გამოცხადებით ეს, ვინც გველოდება სტუმარია თუ მასპინძელი, სადმე პაემანის თუ შეხვედრის ადგილი დანიშნული, ეს არის უყურადღებობა და უპატივცემულობა, როდესაც ჩვენ ამ შეხვედრაზე დავაგვიანებთ. ესე იგი, ეხლა უყურეთ, რას ვამბობთ, ნახეთ, დავითის დაბადების დღე არის. ყველაზე საპატიო სტუმარი სიტყვაზე არის ანა მარია ლომიძე, სახალხო არტისტი, მომღერალი, გამოჩენილი პიროვნება და დავითმა მოიწვია საგანგებოდ. ესე იგი, ყველაზე საპატიო სტუმარია ანა მარია ჩვენთვის. ეხლა უყურე, როგორი წესი ყოფილა ილია, ყველაზე საპატიო სტუმარს დავითის მამა მოიწვევს. აი იგივე ილიას დაბადების დღეზე ილიას მამა იო ანა მარიასთან და აბა ყველანი მზათა ვართ, ყველაფერი მზად არის, ქალბატონო ანა მარია ეტყვიან თუ შეიძლება და ილიას მამამ მოიწვია სუფრაზე პირველი და საპატიო ადგილას დასვაო ეს. გახსოვთ ჩვენ საპატიო ადგილი არის სუფრის თავში ან ბოლოში, ან კედლის ზურგი, რომ კედლის მხარეს იყოს, ანუ ვიყურებოდეთ უფრო კარგ მხარეს, სადაც ყველაფერი ჩანს, სიტყვაზე ბუნება და ასე შემდეგ, ლამაზი ხედები და თუნდაც, ესე იგი, საკონცერტო, ესე იგი, მოედანი. ახლა თუ მამაკაცია სტუმრად მოწვეული, აი ანა მარიამ მოიწვია ილია ბიწაძე, ხო? მაშინ ილია ბიწაძე არის ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხო? ესე იგი, ვინაიდან ჩვენთვის ყველაზე საპატიო ამ დროს ილია არის, როგორც განთქმული მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი, ანა მარიას დედა მოიწვევს პირველად ილიას სუფრაზე და ყველაზე კარგ ადგილას მიუჩენს. აი ესეთი, ხო, მასპინძელი დანიშნულ დროს უნდა ელოდოს სტუმარს. ეხლა უყურე, მასპინძელმაც უნდა თადარიგი დაიჭიროს. ასე არ არის სწორე, რომ მოგივიდნენ სტუმრები და შენ კიდე ხაჭაპურს აწყობ და ცეცხლი განთებული გაქვს და ეხლა აბნევ, ესე იგი, ხორცს შამფურზე. და შეიძლება უხერხულად ჩააგდო სტუმრები, ეგრევე ესეც სწავლებაში შედის. ამ დროისთვის მას ყოველგვარი სამზადისი დამთავრებული უნდა ჰქონდეს, რომ მასპინძელი ვალდებულია სტუმრები ერთმანეთს წარუდგინოს, გააცნოს რა ერთმანეთს. ნახე როგორ უმცროსი უფროს. ჯერ უმცროსი უნდა გააცნოს უფროს, მერე უფროსი უმცროს. აი ესეთი გაცნობა ხდება. მამაკაცი ქალს, იმიტომ რომ ქალი უპირატესია. მასპინძელმა უნდა იზრუნოს, რათა მის ოჯახში მოწვეულმა ადამიანებმა თავით კარგად იგრძნო და იმხიარულონ. აი როგორი რაღაცა იცი, დავით? სიტყვაზე შენ და შენი მეგობარი მოხვედით. და ანა მარია და თავის მეგობარი მოვიდნენ. ეხლა უყურე. დავითი რომ ანა მარიასთან დავსვა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობენ და დავითის მეგობარი ანა მარიას მეგობართან ასევე რომ არ იცნობენ, ხო მოიწყენენ დავითის და ანა მარიას დავის სტუმრებთან ერთად. ეგრე რომ თუ ერთად მოვიდნენ დავითი და თავისი მეგობარი, მასპინძელმა უნდა იზრუნოს, რომ უხერხულად რომ არ იყვნენ, ერთად დასვას. თქვა 2-3 თუ რამდენიც იქნებიან. აი ეს თუ მასპინძელმა უნდა გათვალოს, რომ ყველა მხიარულობდეს, მოწყენილი არავინ იყოს, რამე პრობლემა არავის შეექმნას, რომ უნდა იზრუნოს, რომ აი მათ კარგად იგრძნონ. ესე იგი, ხო, აი თუ დაიწყეს სიტყვაზე პოლიტიკაზე საუბარი, ან ისეთ თემაზე საუბარი, რომ კამათი მიდის რა. არა ეს მაგარია, არა ის მაგარია, რაღაც იგავება სიტუაცია, ხო? მასპინძელს ევალება, რომ განმუხტოს სიტუაცია. უთხრას, რომ მოდი გეხვეწებით, ეხლა პოლიტიკის დრო არ არის. ეხლა არის ანა მარიას დაბადების დღე და თუ შეიძლება მთელი ყურადღება ანა მარიასკენ გადავიტანოთ. ხო და თამადას თხოვს, რომ თუ შეიძლება სხვა სადღეგრძელო შემოგთავაზეთ და განიმუხტება სიტუაცია. როდესაც საკრებულოს ქალი სტოვებს, ანუ ნადიმ სუფრას რა ქალი სტოვებს, რომელიც მარტო მოვიდა. დიასახლისი მოიბოდიშებს დარჩენის სტუმრებთან და მას გარეთ
გასასვლელ კარამდე აცილებს. ანუ ესე იგი უნდა გააცილოს, რომ როდესაც ასაკით უფროსი პატიჟობს უმცროს, ეს უკანასკნელი ვალდებულია, რაც შეიძლება ჩქარა ეწიოს, ანუ არ დააგვიანოსო, რითაც უფროსის მიმართ თავის პატივისცემას დაამტკიცებს. აი თუ დირექტორი მოგიწევს, ილია, სკოლის დირექტორი, და დააგვიანებს, ეგ იქნება ძალიან ცუდი საქციელი და შეიძლება მაგაზე დიდი საყვედური აიკრა, ხო. პანაშვიდზე უბრალოდ თუ თავს დაუხრითო, უკვე საკმარისია, ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო. შეიძლება ხელით ჩამოვართოთ და ასეთი სიტყვა უთხრათ, რომ ვისამძიმრებთ თქვენს წუხარებას. ან ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს მიცვალებულს, გაკმაროთ იციან იზიარე და ასე შემდეგ. ასე ეთიკაში გვიწერია, რომ პანაშვიდზე და დაკრძალვაზე მუქი ფერის ტანსაცვლით მიდიანო. ეს ერთგვარი მოწიწება. ეხლა ავადმყოფის მონახულება როგორ ხდება? რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი საქციელია, როდესაც ვინმე შენ კლასელი ან ნათესავი შეუძლოთ არის და ავადმყოფოშია და შენ დროს გამონახავ, რომ მიხვიდე ეს სტუმრო მოიკითხო და გაამხნევ. აი მაგალითად ზოგმა იცის ხოლმე, რომ რაღაც უსიამოვნო ამბებს მიუტანენ ხოლმე ერთმანეთს, აბა იმან თავი მოიკლა, ის ავარიაში მოყვა. ავადმყოფს ეგრა უნდა, ამიტომ თუ რამე შეგიძლია კარგი უთხრა, კარგი ინფორმაცია გადასცე, რაღაცა გაამხნევო, რაღაცა ისეთი ყველაფერი კარგად იქნება უთხრა, ან საშუალება გაქვს და მატერიალურად დაეხმარო. აი ესეთი რამე კარგია, მაგრამ ტირილი, თოხრით, კონესითა და წუწუნით გამხნევების ნაცვლად უფრო გაუფუჭებთ ხასიათსო და თუ ხასიათზე ვერ ახარ, ჯობია ავადმყოფის მონახულებისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ იმას თავის პრობლემებიც აქვს. ხო, ასევე აი როდესაც ავადმყოფოში მიდიან სანახავად და საჩუქრებს რაღაცებს ყიდულობენ ხოლმე, ვთქვათ ხო, ზოგჯერ საჭმელების ყიდვა, მაშინო ჯერ უნდა დაადგინოთო მისი მშობლებიდან, რომ სიტყვაზე ამ ავადმყოფს რა ეჭმება და რა არა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა საქმე გავაფუჭოთ. ესე იგი და სასურველია, რომ დავადგინოთო, ვიკითხოთო მშობლებისგან და ისეთი რამე წაუღოთ, რაც მისთვის სასარგებლოა. ახლა საჩუქრების მირთმევა. ოჯახურ ან საზოგადოებრივი საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად ჩვენ ვყიდულობთ საჩუქრებს, ეს ცნობილია, რომელიცაც უძღვნით ძვირფას ადამიანებს. ეს ძვირფასი ადამიანები ჩვენთვის არიან ნათესავები, მეგობრები, თანაკლასელები და თანამშრომლები. რა თქმა უნდა, საჩუქრას შერჩევა სჭირდება. საამისოდ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა სიამოვნებს ვისთანაც მიგვაქვს, როგორია სურვილები და ინტერესები იმ ადამიანისა, ვინც უნდა დავასაჩუქროთ. ისე კი გულით მიზღვნილი, მცირედით შეიცირებაო. მაგალითად, გოგონებს ძალიან აბედნიერებთ უბრალო ყვავილების მირთმევა და ჩვენთან ეს უფრო კარგი საჩუქრად ითვლება წიგნი. იმიტომ რომ წიგნი ასეთი არა, რომ არ იცი რა წიგნია და რაგანას მთელი წიგნია შეურჩიე და უნდა იცოდე შიგნით რა წერია. ხო, შეიძლება შიგნით დამაბრკოლებელი აზრი წერია და დააზიანოს ადამიანი. ყველა წიგნის ჩუქება კი არ შეიძლება ბავშვებო, როგორც ყველა წიგნის წაკითხვაც არ შეიძლება. არის წიგნები, რომელიც ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ არის წიგნები, რომელიც აზიანებს ადამიანს, ანუ განაწყობს არა ეკლესიურად, არა სათნოთ, არა სასიკეთოდ ადამიანთან მიმართ, არამედ აგრესიაზეა და რაღაც შურის ძიებაზე და ასე შემდეგ. ამის გამო უნდა ანუ რასაც ვჩუქნით წიგნს, უნდა ვიცოდეთ მისი შინაარსიო, აი რა კარგი რჩევა არის. ხო, ნურას დროს ნურავის ნუ მიუძღვნით იმას რამეს, რომელიც თვითონ თქვენ არ მოგწონთ. აი ეს თავარია საჩუქარი გამოხატავდეს ყურადღებას, სითბოს, სიყვარულსა და მადლიერებას. სამაგალითო ტაქტია, როცა საჩუქარს ისეთ ადამიანს მიუძღვნით, ვისაც უნებურად აწყენინეთ, ხო, ესეთ ანუ რაღაცა ისეთი სიმბოლური საჩუქარია და სიტყვაზე რაღაცა ნაწყენები ხარ და მიართვი საჩუქარი და ჩაეხუტები და შეურიგდები.
ქალმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი უცნობი მამაკაცისგანო. ხედავთ, ეთიკაში ეს არასწორად ითვლება. არაფერი ისე არ გამოხატავს კეთილგანწყობასა და მეგობრობას, როგორც გითხარით, როგორც ყვავილები. წიგნზე უკვე ვისაუბრეთ. ხანდახან პატარძალსო, აი სიტყვაზე ხორცილი რო აქ პატარძალს ხონ ათესავე მეგობრები, კლასელები, შეიძლება ერთი და იგივე საჩუქარი მიართვა ხუთმა კაცმაო, წერია. ამიტომ ასეთი, ესე იგი, რჩევა ეთიკის ზოგადი კურსი ასე რჩევას გვაძლევს, რომ სასურველიაო პატარძლის ან დას, ან დედას დაუკავშირდეთ და ასე უთხრათ, რომ აბა რას აპირებთ საჩუქარს ან რაღაცნაირად გაიკითხოთ რა, აი რა სჭირდება ოჯახს ჩვენ ახლა საქართველოში ჩვენ ასეც ვიცით ხოლმე, რომ რა თანხას ავაგროვებთ ხოლმე, ხო, რომ საჩუქარი იყიდო და ხან ესეც სწორია, რომ ვიფიქრებთ, რომ მოდი ჩვენ თანხა ვაჩუქოთ და თვითონ ოჯახში რაც ურჩეს, თვითონ იყიდიანო. ესეც შეიძლება, რა თქმა უნდა. ზოგჯერ საჩუქრის მიღება უფრო ძნელია, ვიდრე მისი შეძენაო. ნახე რა მაგარია. სურვილი გავაბედნიეროთ მეგობარი, ნათესავი, თანაკლასელი და თანამშრომელი, ეს ყველა საჩუქარზე გვირფასია. ამიტომ აი უნდა შევეცადოთ, რომ იმ ადამიანს როგორი შინაგანი განწყობაც აქვს, აი ესეთი რომ მიესადაგებოდეს ეს საჩუქარი და მივეფეროთ. როგორ მოვექცეთ ქალს? მამაკაცი საგანგებოდ ყურადღებიანი უნდა იყოს ქალის მიმართ. იგი ვალდებულია ზრუნავდეს მას ცუდამინსი საჩქაროდ მოძებნოს დახმარების საშუალება. თუ ქალს ფეხი დაუსხოდა, ვალდებულია სწრაფად მიაშველოს ხელი. მხოლოდ ხელი იდაყვის დაბლა უნდა მოხდიდოს. აი იდაყვი ეს არის. ანუ აი ამ ადგილას უნდა ესე მიაშველოთ ხელი, აი ამ ადგილას. აქ მოკიდება არ შეიძლებაო ეთიკა ვასწავლის ამას. ეხლა ჩემო ძვირფასებო, მინდა გავიხსენო, აი თუ ეხლა სკოლაში ნონა მასწავლებელი დამეთანხმება, რომ როდესაც ერთად თამაშობენ გოგონები და ბიჭები, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბიჭები ესე იგი წიწკნიან ხოლმე თმერს, აბრაზებენ და ატირებენ ხოლმე კიდეც გოგონებს. ხო და მე მინდა ეხლა გავიხსენო ფესვებიდან პატარა მომენტი. ფილმი არის ფესვები, ძალიან მაგარი ფილმი. ხო და ეს ბაბუა ხო ზდის შვილიშვილს ქართულად. არის საფრანგეთში არის ეს უცხოეთში ემიგრაციაში და უნდა რომ ქართულად აღზარდოს და ეუბნება რომ ბაბუო, კაცმა თუ გაგაბრაზა, შეიძლება შემოსწყვიტესო რა, რომ გაგაბრაზაო და ცუდი სიტყვა შეიძლება დაარტყაო და ყავს ხომ ვერ კადრებ მაგას ბაბუო ეუბნება. ეს ბოჭი შეხედავს, რეიზა ბაბუ, რატო ვერ კადრებო, ესე იგი რეიზეთი ჩავარტყაო, რატო ვერ კადრებო და მე არის ძალიან მაგარი პასუხი. აუხ ეგ თუ ვერ გაიგე ახლა შენო ქალს რატო უნდა კადრო? შენგან ქართველი არ დადგებაო. აი ნახე რა მაგარი სწავლება. მე რომ ქართველ კაცს არ შეშვენის, რომ ესე იგი როგორც არ უნდა გააბრაზოს გოგონა, მას უხეშად მოექცეს. ან შეეხოს, ან ცუდი სიტყვა აკადროს, ან თუნდაც უხეშად რაიმე კინეული სიტყვა უთხრას. ეს უნდა დავიმახსოვროთ, ეს არის ეთიკის ნორმა და ყველა ვაჟკაცი კაცი უნდა იცავდეს ამას, ჩემო ძვირფასებო. კაფეში, თეატრში ან კონცერტზე გატარებული საღამოს შემდეგ იზრუნეთ შინ მიყვანაზე. ახლა აქვე ერთი კაცებს უნდა ესეთი რჩევა მივცენ. ესე იგი, ზოგჯერ სიტყვაზე სახლამდე მიაცილებენ და სიტყვაზე სახლი გზის იქით არის და მერე სადარბაზოში ასასვლელი და დაემშვიდობებიან. არ არის სწორი. სანამ სახლიდან არ გადმოგხედავთ გოგონა, მანამდე არ უნდა დატოვო. იქნება იქ სადარბაზოში რა გაუჭირდა, აბა ისთვის აციებ. იქნება საფრთხე იქ არის ჩასაფრებული. აი მე ესეთი თვისება მქონდა ხოლმე, რომ ჩემ მეგობარ გოგონებს რომ მივაზე, არა სანამ არ გადმოგხედავ მეთქი არ წავალ მეთქი ეუბნებოდი და
თქვენს აიმახსოვრეთ ესა, რომ ერთი კარგი ფილმია ბატონ ნუგზას ემახსოვრება მარტო ხელა მონადირე. შეყვარებული მამაკაცი თავის შეყვარებულ ქალს მიაცილებს სადარბაზომდე და უნდა რომ მიაცილოს ახლამდე და არაო ბებია ჩემიო გაგიდებავ და შენ აქ დამელოდეო. და ქალი აბარას გეტყვის, მაგრამ შენ უნდა მაინც ბოლომდე მიაცილო. და თუ არ მიაცილებ, გადმოგხედოს მაინც, რომ დარწმუნდე, რომ შენ არაფერი ხიფათი არ აქვს და მოკლედ იქ ვერაგი კაცები, თვალი კაცები შეურაცხყოფას მიაყენებენ სადარბაზოში ამ ქალს და აი ჩემთვის ეს დიდი გაკვეთილი იყო და მაგ დროს ყველას ვასწავლი ხოლმე ამას. ეხლა ღვთისმადლით აღარ არის ასეთი შემთხვევები და მაშინ ეს ძალიან ხშირი იყო, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პერიოდში გვიწევდა მაშინ ცხოვრება. კიბეზე ასვლისას გავყვეთ უკანა. ნახეთ, რათა საშუალება გქონდეს საჭიროებისამე მიხმარებისა, ხოლო ჩამოსვლისას წინ წამოუწყვეთ. ან თუ შესაძლებელია მის გვერდით ვიაროთ, ოღონდ ისე ვიაროთ გვერდით, რომ მოაჯირზე ქალი იდგეს, რომ ხელი მოკიდოს მოაჯირს და შენ მეორე მხრიდან უნდა დაუდგე, რომ უცბად თუ ან ფეხი დაუსხდა ან რაღაცა მიეხმარო და გადაარჩინო წაღწევას. ისინი დავიმახსოვროთ. მან კიდევ ერთი ესე იგი ეთიკა რას გასწავლის კიდევ. ლიფტი რო გაიღება. ჯერ ქალი უნდა შევიდეს თუ კაცი, თქვენ როგორ გესმით? ხმა ჩაუვთეთ. ცხადია, უნდა ქალბატონი შეუშვა ჯერ. ანუ შეუშვით ქალბატონი და მერე შევყევით ჩვეულებრივ. გამოსვლისას გამოსვლისასაც შესაბამისად არ უნდა ზურგით გამოხვიდე ესე და მერე ქალბატონი გამოაცილო. ან შიგნითვე უნდა მოხდეს ისე შეცვლა, რომ ჯერ ქალბატონი გამოვიდეს, მაგრამ თუ ლიფტის კაბინაში არ არის იმის საშუალება, რომ ადგილები შეცვალოთ, რათა ჯერ ის ქალბატონი გამოვიდეს, მაშინ შენ უნდა გამოხვიდე ზურგით ლიფტიდან. ანუ ზედმეტისაც არ უნდა დაიწყო, აი გინა თუ არა უხერხული სიტუაცია რაღაცა. ეხლა ტექნიკური მომენტია, მაგალითისათვის, როცა ბავშვთან არის საკითხი, ეხლა ეს ტექნიკურ სფეროზე გადავედით. მაშინ მაგ შემთხვევაში ჯერ უფროსი შედის და მერე ბავშვები შეხავს ლიფტში, ხო? რო არ ვიცი. ტექნიკური საკითხია, კარგად გამიგეთ ეხლა ლიფტის შემთხვევას, მოდი ნუ განვიხილავთ, აი აუდიტორიაში, მუზეუმში, რესტორანში, კაფეში, შენობაში, ცხადია, სხვანაირად უნდა მოიქცე და ლიფტში და მაღაროში და ასე შემდეგ, ცოტა ისეთი მომენტია ლექსომასწავლებელი. ანუ ეს ჩვენი აზრით უნდა მივხვდეთ რა ბევრ რაღაცებს. ეხლა აქ ყოველთვის რაც წერია, ყოველთვის ისე არ იქნება, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი მომენტია, რომ იმ წუთას უნდა იქვე მოიაზრო და შენ თვითონ გადაწყვეტ. ძალიან მიყვის როგორ შეელია და გაყიდე შენი ჯოგი. თოდუების ჯოგი ხომ განთქმულია თელ სამეგრელოში? კი, მართალია, მაგრამ რა გითხრა იცი? 10 მინუტას დაგუპის შემდეგ ოჯახზედაც ამივარდა გული და ჯოგზედაც. მართალია დოროთე ბატონი, ხალხი რომ ლაპარაკობს შენი საცოდავი ნუცა დათა თუთაშხიას მოყულია. არ უნდა იყოს მაგი მართალი. არა, მაგის კაცი დათა თუთაშხია. აჰა. მომყევი რა.
ვინ ხარ შენ? ზვამბა ვარ მე. ზვამბა. ერთი კვირა დავდე. ჯოგი გაკიდა ამან. Tu taşkıya tarkovşa, tu taşkıya. Right შენ. ვიცი მე, მინახი ხარ, ვიცი. ჩადევი შეკფულები. ჯენია, სულცემია. ნახევარს მოგცემ თუ გინდა. და თუ taşkıya რომ ხარ, იმიტომ. რა. სულ გინდა წამართვა. სულ გინდა წაიღო ხომ? არ მოგცემ არა. ჩადი ამოიტანე ცხედარი. ვერ ჩავალ მე. მეშინია მტრის. არ შემიძლია მე. მეშინია მტრის. არ შემიძლია. მეშინია მტრის მე. არ შემიძლია. ვერ ჩავალ. ჩადევი მან. შეკარი გუდა და ჩამოიკიდე კისერს. კისერზე გითხარი მე. აიღე კისა. და გეჭიროს კბილებით. აი კიდე ახლა მიცოლებული და მიყევი გზას. არ მინდა. არ შემიძლია. კიდე მომკალი არ შემიძლია. კიდე ხომა მემიტანე. არ შემიძლია. გულის ვაკი მე ვერ ხედავ. როგორც ვიგზავნე, გაცავატო. ჩქარა გითხარი მე შენ. ვინა ნეტა? და თუ ტაშხია ეს. და თუ ტაშხია. სად გარბიხარ, მამაო? დაბრუნდი, მამაო, დაბრუნდი. არა, და თუ ტაშხია ის კაცი სასულიერო პირს რამე დაუშავს. დაბრუნდი. შეხედავი შენ? რა არის? შეხედარი კიდია ცხენზე. უფალო შევიწყალე, ღმერთო შენ გვიშველე, მოდით გადმოვასვენოთ ეს უბედური. საცოდავი ნუცათო დუარი მყოფინე.
ამ მოხუცმა რა გადაგიშავა? ტუტუცი ხარ ჯონჯოლია შენ. ზოამ ვაუქნა ეს საქმე. ქვევიდგდი ამ მკვდარი. მოხსენით ეს გუდა ბევრი ფულია შექ. არ გვესწრო თათა ჯონჯოლიამ გესწრო ამ დაღლის ნაცშოგმა ჯონჯოლია გამოდი აქ. რატომ ესროლე ჯონჯოლია? მითხარი მართალი თუ გინე გაბატიო. რას მარჩოდი ჯონჯოლია? თქვი რატომ ქენი ეს? მაპატიე დათა ბატონო, სიმართლეს გეტყვი. გაუბრეყდი. დავხარბდი. შვილებს უნდა მიოღლო. ის ფული ჩემი მოკლისათვის რომ დააწესა მთავრობა. უკან წაიღო რომ შემირიგა მაშინ. უფალო დაასრე სული პულა დამდგარი ადამიანისა და დაუოკე წყრომა გულისა რამე თუ დაშტება სიკვდილისაგან ერთი ჯონჯოლიასი ხუთი ჯონჯოლია ომოლი ღატაკი მიუსაფარი და დაადგებიან ხუთნი გზასა მრუცსა ცოდვილსა და საძაგელსა თვითონ თუ დასწალდა ჯონჯოლიას თავისი შვილების გაზრდა მამაზე უკეთესი რატომ გამოვა რომელიმე ნეტავი მისი შვილების მომავალი თუ გალაპარაკებს აქეთ უნდა მეხოცებოდე მოკალი ეს ღორი შვილიო ღმერთო ჩენო შენ გაუღე გონების თვალი და გაუღე კარი ჭეშმარიტებისა მონასა შენსა თუ თაშხიას დათაც რაც აღარ შეგწოდო შთაგონე მას რომ ბოროტების აღმოფრა და აღმოშანთვა ბოროტებითვე არ არის სწორი და მართებული რადგან ავსა საქმეს თუ გინ სიკეთის სახით ჩადენილი სხვა უამრავი ჭირი მოაქვს რომელიც არს უსასრული და დამღუპელნი ჯონჯოლია ზბამბა შენ რომ ჩაიდინე იმაზე უარესი არ უქნია იცოდე კი ხარ მოსაკლავე მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი იტყვიან მას რომ ესროლა მიტომ მოკლა თუ თაშხიამ მე რომ მესროლე იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავე ფულის გულისთვის კაცის მოკლა რომ შეგიძლია მისთვის